ყველაფერი იყო ძალიან ახალი და ძალიან საინტერესო და ეს პლატფორმა, რომელიც არის ერთ-ერთი იმ პლატფორმებისგან, რომელიც ეხლა დაარსდება და გაგრძელდება შემდეგ, არა მხოლოდ მიუნხენი არის ერთ-ერთი ისეთი მიზეზი იმისი, რომ მე მივიღო უშუალოდ ეხლა გზავნილები რა შეიძლება ჩავიტანო, მაგრამ ასევე იმისთვის, რომ შეიქმნას ეს პლატფორმები, რომელიც მერეც დაგვეხმარება იმაში, რომ გადავიტანოთ, რაც არის ყველასი მოთხოვნა, გადავიტანოთ ნაწილი იმ პროტესტის, რომელიც უნდა გაგრძელდეს ცხადია, მაგრამ ეს პროტესტი ასევე გადაითარგმნოს უფრო სწორედ პოლიტიკაში და აქ ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი შეხვედრა ეკონომისტებთან და ფინანსისტებთან, სადაც მივიღებენ მათი ანალიზები მდგომარეობასთან დაკავშირებით, რაც დღეს უფევს ქვეყანაში და სადაც ჩვენ ვხედავთ უკვე, რომ ის პოლიტიკური იზოლაცია, რაც შეეხო ქვეყანას, რაც არის შედეგი დღევანდელი ქართული ოცნების პოლიტიკის, ასევე გადავიდა ეკონომიკურ იზოლაციაში, რომელსაც შეიძლება მოყვეს კრიზისი, უფრო ღრმა კრიზისი. დღეს ხვალ ზეგ აქაც ძალიან ძნელი სათქმელი არის, მაგრამ რომ ეს არის გამოწვევა მთლიანად ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის, რომელსაც უნდა ჩვენ თვალებში შევხედოთ, ეს ფაქტი არის. და ასევე რომ ჩვენ უნდა მოვნახოთ გზები, თუ როგორ უნდა ჩვენ დავხდეთ ამ კრიზისს, როცა და თუ მართლაც გაღრმავდა, იყოს ნათელი საზოგადოებისთვის და ეს არის გზავნილი საზოგადოებისთვის, რომ ეს კრიზისი, იმიტომ იქნება პროპაგანდის მცდელობა, ეს კრიზისი მოყვება პირდაპირ და მხოლოდ ქართული ოცნების გადაწყვეტილების, ქართული ოცნების ქვეყნის ჩაკეტვას და არა როგორც მცდელობა ექნება თუ უსათლოდ, არა რამე ოპოზიციის თუ ქუჩის პროტესტის შედეგი ნამდვილად არ იქნება. ამიტომ ჩვენ უნდა მოვნახოთ გზები, რა უნდა გაკეთდეს დღეს და იყო საუბარი სწორედ იმაზე პირველ რიგში ფონდის შექმნა, რომელიც იქნება უფრო ვრცელი, ვიდრე აქამდე რაც იყო ცალ-ცალკე ფონდები, იმისთვის რომ დახმარება იყოს იმ ადამიანებისთვის, რომელიც დღეს ქართული ოცნების ერთ-ერთი იარაღი ხალხის წინააღმდეგ არის ეს უაზრო ჯარიმები და ამას უნდა დაუპირისპიროთ სოლიდარობა და ამაზე არის მსჯელობა და უთუოდ მალე იქნება ამაზე გადაწყვეტილებები მიღებული და მეორეს მხრივ უნდა ასევე ვიფიქროთ ცოტა უფრო შორს ჩვენ წინ რა უნდა გაკეთდეს, როგორც კი დაინიშნება ახალი არჩევნები და მოვა ახალი ხელისუფლება, რა იქნება მთავარი გამოწვევა და რა უნდა იყოს მთავარი პირველი პასუხი, რომ ეს ქვეყანა არ ჩაიძიროს ამ ქართულ ოცნებასთან ერთად. აი თქვენ გააქვთ იმედი, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩანიშნავს ახალ არჩევნებს და გაიმართება? მე არ ვიცი ვინ ჩანიშნავს თუ როგორ ჩაინიშნება, მაგრამ რომ მე მჯერა ახალი არჩევნები, ამაში ორი აზრი არის.